კომპანია კიდე წარმოდგენილია საკუთარი გუნდით და პავილიონით, სადაც ჩვენი ადგილობრივი წარმოება ქართული სადესფენსო საშუალებებია წარმოდგენილი, ასევე არომატიზატორების სერია, ქაღალდი, ჰიგიენური და სხვა პროდუქცია, რომელიც წარმოება მხოლოდ საქართველოში, არის ადგილობრივი წარმოება, უმაღლესი ხარისხი, შეგიძლიათ მოგზავნდეთ. ყველასათვის ცნობილია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი მიმზიდველი მუნიციპალიტეტი ტურისტული თვალსაზრისით და ჩვენ ძალიან მოგწონს ესეთი ტურისტული გამოფენები და საჭიროა რომ ესეთი გამოფენები ხშირად ჩატარდეს. რაჭის რეგიონს, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეგიონს, ძალიან მოხარულებით ვართ, რომ ვართ ბათუმის სტუმრები, ამ გამოფენის სტუმრები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გვეწევიან ეს ყველა სტუმრები და დამთვალიერებლები რაჭაშიც. ძალიან დიდი მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს. ესეთი შესაძლებლობები ყოველთვის მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან აპელირებს გვაქვს სერტიფიცირებული ხსნარები და ვემსახურებით ჰორეკა ჯგუფს. როგორც სარესტორნო ბიზნესში, ასევე სასტუმრო ბიზნესში და ასევე დაგვემატა დითეილინგ ხაზი ავტოქიმიის მიმართულებით და ამით ძალიან გავახარეთ ავტომოყვარულები. ჩვენ წარმოდგენილი ვართ დღეს ბათუმის საერთაშორისო გამოფენაზე, თავაზობთ მოხმარებლებს ჩაის ტურებს გურიაში და ასევე მრავალი ჩაის სახეობის პროდუქციას, რომელიც ადგილზე ჩვენთან იწარმოება. წარმოადგენს ხელვეჩავრის მუნიციპალიტეტს. ჩვენი მიზანია უძველესი კერძების პოპულარიზაცია გავაკეთოთ. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი შესანიშნავი ფორუმისთვის. შერე ჯგუფი არის საქართველოში სასტუმროების კოსმეტიკისა და აქსესუარების პრემიუმ ხაზის იმპორტიორი. წელს ჩვენი პირველი შემთხვევა არის, რომ ამ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, აქ მიღებული გამოცდილებით. აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი კომპანია, რომელთა გაცნობა და თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია ჩვენი ჯგუფისთვის. სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად წარმოდგენილი არის შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები, კასპი, გორი, ხაშური, ქარელის მუნიციპალიტეტები. დიდი მადლობა ამ გამოფენის ორგანიზებისთვის, ბათუმის მთავრობას, ყველა ჩართულ ორგანიზაციას თუ ადამიანს და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი გამოფენები. ჩვენ გახლავართ საქართველოს გამორჩეული კუთხიდან სამცხე-ჯავახეთიდან. სისტემატურად ვღებულობთ მონაწილეობას ამგვარ ტურისტულ გამოფენებში და ჩვენი ეს აქტივობა, რა თქმა უნდა, ასახვას პოებს ტურისტების რაოდენობაზე ჩვენს ტურისტულ კომპლექსში, რასაც ტურისტული კომპლექსი ახალციხის ციხე რაბათი ჰქვია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მასპინძლებს, რომლებმაც ასე გულითადად მიგვიღეს და ყოველთვის გულითადად მასპინძლობენ ყოველწლიურად. ჩვენ წარმოვადგენთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს. მოგეხსენებათ, ჩვენი სავიზიტო ბარათი გახლავთ კურორტის საირმე, რომელიც მასშტაბურად არის დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი. ჩვენ უკვე მე-7-ით მონაწილეობთ აღნიშნულ გამოფენაში და დიდი მადლობა მინდა ორგანიზატორებს მოვახსენო, რამე თუ ჩვენთვის არის წარმატებული ეს ღონისძიება და ყოველწლიურად მონაწილეობთ უკლები. ჩვენ წარმოვადგენთ ტურისტული კომპანია ახალი ტალღა და ასევე AIP ფედერაცია ჩაქურას ხეობის მსვლელები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ორგანიზატორები არიან
დღევანდელი გამოფენისთვის, ასე ლამაზად ორგანიზებულად, შეთანხმებულად, რომ ჩამოყალიბებულად ჩატარდა ეს გამოფენა. Merhaba, biz Ordu Fatsa'dan geliyoruz. Bu yıl ikincisine katılım sağladık. Fatsa'nın güzelliklerini, kültürel değerlerini buraya anlatmak için varız. Gayet de güzel bir ortamda karşılandık, ilgilendiler arkadaşlar. Katılım da oldukça güzeldi. Burada Fatsa'nın turistik bölgelerini, Fatsa'nın kültürel miraslarını burada tanıtımını sağlıyoruz. İnşallah burada Gürcistan ve Türkiye arasında bir dostluk ilişkimizi daha da ileri seviyeye taşımanın gayretindeyiz. Buradan Türkiye'ye turist kabulü, keza Türkiye'den buraya turist gönderilmesi noktasında birbirimize destekçi olacağız. İnşallah bu dostluk seviyemizi çok daha ileri taşıyacağımızı umuyorum. Evet, şu an Artvin Valiliği olarak Batum'dayız. Batum Turizm Ekipmanları ve Turizm Fuarı'ndayız. Bu yıl 3. kez katılıyoruz ve komşu ülke olarak, komşu şehir olarak ortak kültüre sahip olduğumuz Batum'da kendimizi tanıtmayı ve buradan insanların bizim oraya da gelmelerini, turizm amaçlı ziyaret etmelerini istiyoruz. Tabii birçok doğal ve tarihi güzelliğe sahibiz. Aslında Batum açısından kendi şehrimizin büyük bir önemi var. Çünkü daha öncesinde zaten kardeş toplum olarak, bir bütün olarak aynı coğrafyanın içinde yaşadığımız ve burada şu an Gürcülerin de Tavuklarceti bölgesi olarak Orta Çağ döneminde kendi başkentliklerini yapmış olduğu bir yer Artvin. Dolayısıyla tüm Batumluları, tüm Gürcistanlıları kendi şehrimize, Artvin'imize davet ediyoruz. Teşekkür ederim. ჩვენ გახლავართ აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია და აჭარის გიდების ასოციაცია, რომლებიც დაახლოებით 15 წელია არსებობს და ვიმსახურებით აჭარაში ტურიზმის განვითარებას. ჩვენ ვართ კომპანია იოტა ტურის წარმომადგენლები, რომელიც ტურისტულ ბაზარზე ვარსებობთ 5 წელია და უკვე მეხუთედ ჩვენი არსებობის 5 წლიდან უკვე მეხუთედ მონაწილეობთ ამ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც ქვია ექსპო ბათუმი და დიდი შედეგებით, დიდი მოლოდინები გვაქვს აი ამ ასეთი გამოფენებისგან საერთოდ. ჩვენ ვართ ბეტა ჰოლდინგი, ივენთის და პოლიგრაფიული მომსახურების კომპანია. აჭარაში ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. გამოფენაზე 3 დღეა ვიღებ მონაწილეობას. მივესალმებით და მოხარული ვართ, რომ ტარდება ესეთი ღონისძიებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ესეთ ღონისძიებებს ექსპოს იმისთვის, რომ განვითარდეს ტურიზმი, ტურიზმში მოქმედ ბიზნესებს ჰქონდეთ საშუალება ურთიერთკავშირის და უფრო მეტი ურთიერთობების დამყარების, გავაცნოთ ჩვენი კულტურა, როგორც ჩვენს მესამეზობლოს უცხოელებს, ასევე ჩვენს გავიცნოთ მათი კულტურა და ვიმეგობროთ. ძალიან გაყოფილი ვარ აღნიშნული ღონისძიებით. ეს არის ძალიან კარგი საშუალება მცირე მეწარმეებისთვის, ვინც ხელნაკეთნიფებს ვამზადებთ, რომ ჩვენი ნაწარმი გამოვიტანოთ საერთაშორისო დონეზე. ნახოს ბევრმა მომხმარებელმა, მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და იმედია ესეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება ბათუმში. ჩვენ ახლა გვაქვს წარმოდგენილი გამოფენაზე მყოფი ჩვენი ერთ-ერთი ნამუშევარი, აგერ ესეც არის. აქ ვყიდით, გვაქვს ასევე ფილიალი ბათუმი მოლში და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლია მობრძანდეთ და შეგიკერავთ ნებისმიერ ტანსაცმელს, რომელიც მოგეწონებათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მივიღეთ მონაწილეობა ამ გამოფენაში. ყოველ წელს ვარ წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ოსმანს, ასეთი ბრწყინვალე დაორგანიზებისთვის და ღონისძიებისთვის. წელს ნამდვილად უფრო გაფართოვდა, უფრო მრავალ
მასშტაბური არის ეს გამოფენა და იმედია მომავალშიც გაგრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ტრადიციულად მონაწილეობს ბათუმი ექსპოს ღონისძიებაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი რეგიონისათვის და ზოგადად ქვეყნისათვის მსგავსი სახის ტურისტული საერთაშორისო გამოფენები, რადგანაც ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პლატფორმა, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, იქცენ ერთმანეთის საქმიან პარტნიორებად, მოისმინონ მათი სერვისების შესახებ, მათი შეთავაზებების შესახებ და ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესებშიც ჩართული ვართ. ჩვენთან ერთად წარმოდგენილი გახლავთ აჭარის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც თავიანთი ტურისტული პროდუქტები აქვს წარმოდგენილი და ჩვენ ვიზიტორებს ვაცნობთ აჭარის 4-ვე სეზონისათვის მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების ყველა იმ მნიშვნელოვან პოტენციალს, რისთვისაც აჭარა არის ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილი.